ქისტების შემდეგ კახეთში ადამიანების შევიწროება ყვარლის რაიონშიც დაიწყეს. წუხელ ღამის 2 საათზე სოფელ თხილის წყაროში 15-მდე ოჯახს შეარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. ადგილობრივები იხსენებენ, რომ 5 შეარაღებული ადამიანი მათ ემუქრებოდა და 9 სექტემბრის თელავის აქციაში მონაწილეობის გამო სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თვითმკვლელების მიუხედავად ყვარლის პოლიციაში გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. სიტუაციაში გარკვევა დღეს მეცხრე არხის გურჯაანის ბიურომ სცადა. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილის წყაროში მცხოვრები ტიხაშვილების ოჯახი ერთ-ერთია, ვისაც გუშინ გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 5 შეიარაღებული უცნობი პირი თავს დაესხა. ოჯახის დიასახლისი იხსენებს, რომ თავდამსხმელები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და იარაღის მუქარით 9 სექტემბერს თელავში გამართულ ქართული ოცნების აქციაზე დასწრების გამო ედავებოდნენ. ოპიდან გადმოხდნენ, შემოვიდნენ სახლში, მეუღლე აყენეს. 5 იყვნენ. იარაღით? 2 იყვნენ იარაღით. და დანარჩენი ეზოში იდგნენ და ვიღაცამ ეგრე იარაღი დამადვა ეგრე გული პირზე მე ვთქვი მოიცა ავდგე მეთქი ვინახარ მეთქი რა გინდა ჩვენგან მეთქი და იმ წუთში მოვწვი რომ ივანიშვილის იმაზე რო ვიყავით აქციაზე იმის გულისთვის სააკაშვილის ხალხი იყო. კოალიცია ქართული ოცნების აქციის მეორე ღამეს სოფელ თხილის წყაროში უცნობი შეიარაღებული ადამიანები 15-მდე ოჯახში შევიდნენ. აქაურები ამბობენ, რომ უცნობი პირები მათ შეშინებას იარაღით ცდილობდნენ და აქ მცხოვრები ოჯახების გვარებს კითხულობდნენ. ადგილობრივების მტკიცებით მსგავსი შემთხვევა სოფელში არასოდეს ყოფილა. ერთი იყო მაღალი პიროვნება, მეორე იყო დაბალი პიროვნება, ეგ სახელი ვალერია, რქვა ერთსა, ეგ ვიცი. ესენი იმყოფებოდნენ ქართული ოცნების აქციაზე, მხოლოდ და მხოლოდ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დაშინების მიზნით გაკეთებული აქცია, ეს შემოვლა და არა სხვა რაიმე, იმიტომ რომ როგორ შეიძლება სოფელში ღამის 3 საათზე ავტომატიანი ადამიანები შემოდიოდნენ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, 15 ოჯახს შედიოდნენ. კოალიცია ქართული ოცნების ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ქევხიშვილი აღნიშნავს, რომ თხილის წყარო ოპოზიციურად განწყობილი სოფელია და აქ მცხოვრები 40-მდე ოჯახიდან 30 თელავში ქართული ოცნების აქციაზე იმყოფებოდა. დეპუტატობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარი მართლაც წინა საარჩევნოდ მოსახლეობის დაშინებას უკავშირდებოდეს. ფაქტია, რომ შეიარაღებულები შეიჭრნენ ოჯახებში, ეს ხალხი დაშინებულია. მე ცალსახად ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს იყო რაღაცა პოლიტიკური ანგარიშწორება ამ კუთხით, თუმცა ის ფაქტი, რომ როგორც აღნიშნე, ოპოზიციურად განწყობილი სოფელია, შესაძლებელია ამის გამო მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიან სოფელში ღამით შეიარაღებული ადამიანების შეჭრას უამრავი თვითმხილველი ყავს, მომხდართან დაკავშირებით ყვარლის რაიონულ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე არ აღძრულა და არც გამოძიება მიმდინარეობს.